ამ დროს მოვიდნენ მისი მოწაფეები და გაუკვირდათ, რომ იგი დედაკაცთან საუბრობდა, მაგრამ არც ერთს არ უთქვამს, რას ეძიებ ან რას ელაპარაკებიო მას. მაშინ დედაკაცმა დატოვა თავისი ჭურჭელი, წავიდა ქალაქში და უთხრა ხალხს. წადით, ნახეთ კაცი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი რამ ჩამიდენია. იგი ხომ არ არის ქრისტე? გამოვიდნენ ქალაქიდან და წავიდნენ მასთან. ამასობაში მოწაფეებმა სთხოვეს მას და უთხრეს. რაბი, ჭამე. ხოლო მან უთხრა მათ. მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არიცით. ამიტომ მოწაფეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს. ნუ თუ მას საჭმელი მოუტანა ვინმე. უთხრა მათ იესომ. ჩემი საჭმელია, ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და დავასრულო მისი საქმე. განა თქვენ არ ამბობთ, რომ კიდევ 4 თვე და დადგება მკა. აჰა, მე გეუბნებით თქვენ. აახილეთ თვალები და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად. მომკელი ღებულობს თავის საზღაურს და მოაგროვებს ნაყოფს საუკუნო სიცოცხლისათვის, ისე რომ თესველი და მომკელი ერთად გაიხარებენ. ამგვარად ჭეშმარიტია ანდაზა, ერთი თესავს და სხვა იმკისო. მე თქვენ მიგავლინებთ იმის მოსამკელად, რაზედაც არ გიშრომიათ, სხვებმა იშრომეს, თქვენ კი მათ შრომაში შემოხვედით. ბევრმა იმ ქალაქში მცხოვრებმა სამარიელმა ირწმუნა იგი, იმ დედაკაცის სიტყვით, რომელიც ამოწმებდა. ყველაფერი მითხრა, რაც ჩამიდენიაო. ამიტომ, როდესაც მოვიდნენ მასთან სამარიელები, სთხოვეს მათთან დარჩენილიყო და იგი 2 დღეს დარჩა იქ. კიდევ მრავალმა ირწმუნა მისი სიტყვის გამო. უთხრეს იმ დედაკაცს. უკვე გვწამს, არა შენი ნათქვამის გამო, არამედ თვითონ მოусმინე და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ის არის წუთი სოფლის მხსნელი. 2 დღე რომ გავიდა, წამოვიდა იქიდან, გალილეაში. რადგან თავად იესო მოწმობდა, რომ წინასწარ მეტყველს თავის სამშობლოში არ აქვს პატივი. როცა გალილეაში მივიდა, გალილეველებმა მიიღეს იგი, რაკი ყველაფერი ნახეს, რაც მოიმოქმედა იერუსალიმში დღესასწაულზე, რადგან ისინიც ესწრებოდნენ დღესასწაულს. ასე რომ იესო კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც წყალი ღვინოთ აქცია. და იყო იქ ერთი აზნაური, რომელსაც შვილი ჰყავდა ავად კაპერნაუმში. როგორც კი გაიგო იესო მოსულა იუდეიდან გალილეაშიო, მივიდა მასთან და შეევედრა. წაჰყოლოდა და განეკურნა მისი შვილი, რადგან სიკვდილის პირას იყო. უთხრა მას იესომ. არ ირწმუნებთ, თუ კი ნიშნებსა და სასწაულებს არ იხილებთ. უთხრა მეფის მოხელემ. უფალო, წამოდი სანამ ჩემი შვილი არ მომკვდარა. უთხრა იესომ. წადი, ცოცხალია შენი შვილი. იმ კაცმა ირწმუნა იესოს ნათქვამის სიტყვა და წავიდა. შინ რომ ბრუნდებოდა, მისი მსახურები მიეგებნენ მას და უთხრეს, რომ მისი ვაჟი ცოცხალი იყო. მან ჰკითხა, თუ რომელ საათზე გამომჯობინდა, უთხრეს, გუშინ მე-7 საათზე გაუარაო სიცხემ. ამით მიხვდა მამა, რომ ეს ის საათი იყო, როდესაც იესომ უთხრა, ცოცხალიაო შენი შვილი და ირწმუნა მან და მთელმა მისმა სახლობამ. ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ, მას აქეთ, რაც იუდეიდან გალილეაში დაბრუნდა.